Თქვენ კურიერს 9 საათს და დღის მთავარი სპორტული სიახლეებით დიმიტრი ოვოლაძე გვერდება საღამოშვიდობის თემა. საღამოშვიდობის. შაბათს 15 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუმინელებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. ამ თამაშთან დაკავშირებით რაგბის საერთაშორისო კავშირის ინიციატივით მსოფლიო თასი თბილისში ჩამოიტანეს. ვებელისის სახელობის თასი დღეს კიკეთში მდებარე იაკობ გოგებაშვილის სახელობის სარაგბო სკოლაში მიიტანეს, შემდეგ კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტულ მუზეუმში, სადაც თასთან ფოტოს გადაღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. აპირებს თამაშს წასულ შაბათს და საქართველოს დიდი ღირსშესანიშნაობაა ეს, რომ ჩამოიტანეს მსოფლიო თასი. მინდა აღვნიშნო ის სიტყვები, რომელიც გამოთქვამასინათ თბილისში ვიზიტისას მსოფლიო რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა, რომ დადგება დრო უახლოეს ხანში, ალბათ შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, როდესაც საქართველო იქნება ის მეშვიდე ქვეყანა, რომელიც ჩაერთვება დიდ სარაგბო ელიტაში. ძალიან მნიშვნელოვანი აქცია, რომელიც აირბიმ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში წამოიწყო. არჩევანი იმ ქვეყნებზე შეჩერდა, რომლებსაც სპორტის ამსახეობის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვთ. შაბათს ქართული რაგბისთვის მნიშვნელოვანი მატჩია და თასი იქაც გამოიფინება.